2021 წელს პანდემიის შემდეგ გადავწყვიტეთ მე და ბავშვებმა, რომ წამოსულიყავით საქართველოდან. ეს იყო რაღაც ძალიან მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა დიდი ხნის ნაფიქრი. მე ვარ მერი ბაბუაძე, წელიწადზე მეტი ავცხოვრობ პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში, ემიგრაციაში. არ მყავდა ნაცნობი, არ ვიცოდი ენა, არ შემეძლო კომუნიკაცია. და შესაბამისად არ შემეძლო მემუშავა ჩემი პროფესიით, რომელიც ძალიან მიყვარს. თუმცა 6 თვეში ასე თუ ისე დავაგდა ეს ამბავი. უკრაინაში დაიწყო ომი, ჩვენ საუბედუროდ. და უკრაინიდან ერთ-ერთმა ბრენდმა, საქორწინო კაბების მილანოვა, ძალიან ცნობილი ბრენდია, გადაწყვიტა, რომ ლვოვიდან წარმოება გადმოეტანა ვარშავაში. და განცხადება დაედო. მივედი და მიუხედავად იმისა, რომ არც რუსული არ ვიცი, პოლონურიც არ ვიცოდი, არ შემექმნა დაბრკოლება და ძალიან კარგად მიმიღეს და წელიწად ნახევარი ვიმუშავე მათთან ერთად. უკრაინელებთან ძალიან კარგი იყო, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ცუდი იყო ის, რომ გამიჭიანურდა პოლონური ენის შესწავლა. შემდეგ ესენი ისევ დაბრუნდნენ, დავრჩი ისევ უმუშევარი და დავიწყე უკვე აქტიურად პოლონური სწავლა. შემდეგ ჩვენ და სამწუხაროდ შეგვექმნა საბუთების პრობლემა, მე და ბავშვებს. მე და სამივე ბავშვი დავბრუნდით საქართველოში, აკრძალვით და 6-დან 10 თვემდე უნდა გაგვეტარებია სამშობლოში და სამშობლოში ისეთი სიტუაცია დაგვხვდა. ჩემი უფროსი შვილი გოგონა არის ხელოვანი, თავისუფალში სწავლობდა ვიზუალურ ხელოვნებაზე და ასევე ფოტოგრაფი რაღაც და რა თქმა უნდა არის იმ დროს იყო 23 წლის და აქცია როგორც კი გაიგონა და წავიდა თავიდან პროფესიული ინტერესით ფოტოების გადასაღებად. მე რაც იქ ნახა, უბრალოდ ვეღარ შემოყვავდა სახლში, შეიძლება ითქვას და ვიყავი მე მარტო, ბიჭები მყავდა 2 და ეს 23 წლის გოგო თან მომწონდა, რომ გაუჩნდა ეს თავის თანატოლების მიმართ ემპათია, იმიტომ რომ მეგონა რომ არ ქონდა. თან როგორც დედა გამოგიტყვებით, რომ ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ პირველ დეკემბერს ღამე დარბევაზე მოიწამლა, გაითიშა, მერე გადაარჩინეს იქ აქტი, მერე ისწავლა უკვე როგორ უნდა მოქცეულიყო და მოკლედ ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი და რო დავბრუნდით პოლონეთში. აღარავითარი დაბრკოლება აღარ არსებობდა ჩემთვის უკვე იმდენად ჯერითი ნაცნობი იყო ყველაფერი, მაგრამ დამხვდა ჩემი ძველი სამსახური ისევ, რომელშიც დავიწყე ერთი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა და ეს იყო ძალიან მადლიერი დავრჩი პოლონური ბრენდი იყო საქორწინო კაბების და წელიწად მთელი 10 თვე მინახავდა ადამიანი რა, ერთი თვე ვიმუშავე, 10 თვე მინახავდა ადგილს, ვაღიარებ რომ სინდისის ქეჯნა მაწუხებს მართლა. მაგრამ ყველა სამწუხაროდ ვერ ვართ, ვერ ვიქნებით გმირები და ყველა დედას, ეხლა ვიცი შვილიც და ჩემი შვილების ტოლი ბავშვები არიან სინდისის პატიმრები, ყველამ კარგად ვიცით. ყველას მინდა თავისუფლება უსურვა და ყველა დედას მინდა, რომ თავის შვილები მალე ყოლოდეთ სახლში. ემიგრაცია ჩვენ ქართველებს გვაქვს სხვანაირად, იმიტომ რომ გავურბივართ, ან გაჭირვებას გავურბივართ, ან რაღაც სხვადასხვა მიზეზით, ყველასთვის ინდივიდუალურია, რატო ხდება ემიგრანტი, მაგრამ ზოგადად თუ ეხლა მაგალითად ჩემი შვილები შეიძლება პოლონეთიდან წავიდნენ სხვა ქვეყანაში, სასწავლებლად განვითარებისთვის, რაღაც დამოუკიდებელ. ეს კარგი რამეა, უბრალოდ კარგია, როცა იცი, რომ შენ ზურგს უკან ყავს გელოდება შენი სამშობლო, გიმაგრებს ზურგს. აქ მე
პოლონელების იმედზე ვარ. არავითარ ჩემი ხელისუფლების და ჩემი სამშობლოს იმედზე არ ვარ. თუ არ დამაზიანებს გაკეთების ნამდვილად ვიცი არაფერს გამიკეთებ და დაზიანებით იმდენად მაზიანებს, რომ ერთადერთი დღეს თუ რამეს შემოაქვს ფოთი ჩემ ცხოვრებაში, ისევ საქართველოს ამბებია. მიფიქრია მაგაზე, რომ რატო არ მიყვარს რუსები. აი ბავშვს რატო არ მიყვარდა. და ვიცი რა ძალიან ბავშვობაში რომ ჩავედი 9 აპრილიდან მაქვს ეს რაღაც ბობოქრობა ამ ეროვნულ მოძრაობაზე და ამ რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან კარგად მახსოვს 9 აპრილი. ვიყავი 10 წლის, ცხოვრობდი ზესტაფონში, მაგრამ ყველაფერი გავიგე, მე წიგნი რო გამოვიდა, რაღაცებს ვაგროვებდი ინფორმაციებს, ვკითხულობდი და განვიცადე ის ახალგაზრდების სიკვდილი. ნუ ეხლა ოკუპირებული იყო ტერიტორია თუ რაც, ზოგადად ეს ჩვენი მენტალობა მაინც იყო პოსტსაბჭოთა სივრცის და სულ მქონდა პროტესტი. და ეს სულ მქონდა ეს ფორი აქ. 22 წლის მეყოლა შვილი, პირველი და 2003-ში აქციებზე ვიდექი. 1 წლის ბავშვი სახლში მყავდა და მე აქციაზე ვიდექი. მოკლედ მე დავწყდარდი. გავაჩინე მეორე შვილი, მაგ ფეხმძიმედ ვიყავი მეორე შვილზე და დაიწყო ომი. 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი 2008 წლის ომის დროს. ჩემ გვარ სამსახურის გამო მოუწია წასვლა ომში, არ იყო სამხედრო, მაგრამ ისეთ სტრუქტურაში მუშაობდა, რომ ლოჯისტიკაში იყო საჭირო და მახსოვს ის 6 დღე და ღამე, 6 თვის ფეხმძიმეს არ მიძინია. ძალიან ტკივნეულად მახსოვს ეს 2008 წლის აგვისტოს ომი და სხვათა შორის მაგ დროს მახსოვს კაჩენსკი, ბატონი კაჩენსკი, რო ჩამოვიდა იქ აქციებზე 6 თვის ორსული დავდიოდი. დამყავდა ჩემი პატარა შვილიც და იქ აქციაზე ვიყავი. იმდენად აღშფოთდი იმაზე, რომ არჩევნებში ხმის უფლება შეგვიზღუდეს და ჩამოგვართვა ჩვენმა ქვეყანამ. რო აი ეს კიდე განმიახდა, ეს რო ჩამოვედი ვიფიქრე, რომ დავანებებ ამ საქართველოს პოლიტიკასთან და აქ უნდა ვიცხოვრო და ხა რესურს აქ დავხარჯა. ნუ ძალიან აღშფოთდი და ნუ სამსახურში ხა ჩემი თანამშრომლები ზოგი იყო უკრაინიდან, ზოგი ბელორუსიდან, ყველასთვის ნაცნობია ეს საკითხები და ნუ მეც რომ ვეუბნებოდნენ რომ საქართველოში არ ხდება, არ გინდენ, ნუ იცოდნენ რომ დემონსტრაციებია ყოველდღე. ვეუბნებოდი რომ ნუ არა, ნუ როგორ ჩვენი ქვეყანა და უხსნიდი ხოლმე ამათ და უცებ გამიჩნდა იდეა. და ერთგვარი ის იყო აქტივისტური პროტესტი იყო ჩემი, რომ აი მე საქართველოს რუკით, ოკუპირებული რუკით ვივლი ვარშავაში და ვინც შემეკითხება ვეთქვი, რომ ეს საქართველოა და ჩემი ქვეყანაც ოკუპირებულია. და გავიკეთე ჩემთვის ეს ჩანთა პირველი და მართლა ეგრე იყო. მართლა მიიქცია ყურადღება, როგორც მიკითხე, საიდან ხარ? საქართველოდან რო ვეუბნები, აი ხალხს მე არ შემხვედრია ჯერ რომ პოლონელი, რომელიც მას გაიგო რომ ვარ ქართველი, ცუდად მომქცეო და პირიქით უფრთხინდებათ თვალები, მეუბნებიან რომ ვაიმე რა ლამაზი ქვეყანა გაქვს. უბრალოდ ეს ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს გამოყოფილი განსხვავებული ლამბით, განსხვავებული ტექნიკით, რომ ყოფილიყო გარდა იმისა, რომ ფერით არის განსხვავებული, ყოფილიყო მიკერების ტექნიკითაც სხვა. მოკლედ ამ ჩანთით ყურადღება მივიქციე, მომეწონა ეს და მე ვიფიქრე, რომ რატო ფოტოები გადავიღე სოციალურ ქსელში და იქ იყო გამოხმაურება ჩემი მეგობრებისგან, რომ რა კარგია, აუ რა სულ მინდოდა რომ ესეთი რაღაცა ვინმეს გაეკეთებიან და ვიფიქრე რომ რატომაც არა, მოდი გავაკეთებ. ამიტომ გავაკეთე მარკა, ისეთი უცბად, ნაუცბადელად, მაგრამ და დავდე სოციალურ ქსელში. მე წამოვიდა
ანბანის იდეა, ჩემი ანბანი არ არის ჩემთვის დამწერლობა. აქ დამწერლობა იყო საქართველოში, რომ ვკითხულობდი. აქ უკვე ჩემთვის ჩემი ანბანი არის ჩემი იდენტობა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ანბანი და ვიონტკოვა მაგისთვის ვისწავლე, რომ მე თქვა, რომ ქართული ანბანი არის უმნიშვნელო განსაკუთრებული თქვა. და გავაკეთე ანბანის ჩანთებიც, რომელსაც ასევე ძალიან მოწონება დაიმსახურა და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. მაქვს კიდე სხვადასხვა იდეები. ეს პირველი იყო მართლა აქტივისტური რა. რაღაც ჩემი პროტესტიც არის და არ დავიწყებაც იმის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ჩემი საქმით ვცდილობ გავაცნო ქართული იდენტობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თემა პოლონელი მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გავხადო.